ალტა უნივერსიტეტის ორგანიზებით უკვე მესამედ წარმატებით გაიმართა ყოველწლიური სასკოლო სტარტაპ მარათონი, რომლის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ანტრეპრენერული აზროვნების განვითარება და მათი ინოვაციური იდეების მხარდაჭერა. მარათონში მონაწილეობის სურვილი მთელი საქართველოს მასშტაბით ჯამში 500-მდე უფროს კლასელმა გამოთქვა მე-10-დან მე-12 კლასის ჩათვლით. ფინალისტვის 11 რეგისტრირებული გუნდი შეირჩა. 3 ან 4 მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა მენტორებთან ერთად დამუშავებული საკუთარი ბიზნეს იდეები პრეზენტაციების სახით ჟიურის წარუდგინეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც ალტა უნივერსიტეტისა და პროექტის პარტნიორების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ. ძალიან ვამაყობ ჩვენი თავებით, ასე მადლობელი ვარ ძალიან თვითონ ალტა უნივერსიტეტის და ყველა იმ ჟიურის და იმ კომპანიების, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ ეს ჟიურის წევრები. ჩვენი იდეა არის პოლიმორფი, ყველაზე ძალიან მარტივ ენაზე რო ვთქვა, არის პლასმასის გადამდგომი დანადგარი, ვაცხელებთ ამ პლასმასს რაღაც სიგილში და შემდეგ ჰაერის წნევის საშუალებით ძაბრიდან გავავალდეს ეს პლასმასი და შესაბამის კალიბრებში მოთავსდება. თუ შემდეგ კალიბრი გაივლის მაცივარში და ეს პლასმასი იღებს რაღაც საბოლოო სახეს. ვიღებთ გადამუშავებულ პლასმასს, ეს ძალიან ეხმარება არა მარტო კომპანიებს, ასე ეხმარება ბუნებასაც, რადგან ძალიან ბევრი პლასმასი რჩება გადამუშავებელი, რაც ძირი პრობლემა არის, იწვევს ბევრი ფლორის ფაუნის განადგურებას, დედამიწაზე ძალიან ნეგატიური ეფექტი აქვს. გამარჯვებული გუნდი ფულად პრიზთან ერთად ალტა უნივერსიტეტისგან სასწავლო ბაზაზე არსებული ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის სერვისების გამოყენებით ინვესტორების მოძიებასა და იდეის განვითარებაში დახმარებას მიიღებს. სტარტაპ მარათონის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ახალგაზრდებმა სასწავლო გამოცდილება რეალურ სამყაროსთან დააკავშირონ და ბიზნეს იდეების რეალობაში განხორციელების შესაძლებლობა მიეცეთ. სტარტაპ ეკოსისტემა და ინოვაციური ეკოსისტემა ეს არის ნებისმიერი ქვეყნისთვის და ნებისმიერი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. ფაქტობრივად ამაზე დგას თანამედროვე ეკონომიკები. შესაბამისად, ამას ალტა უნივერსიტეტი და განსაკუთრებით ბიზნეს სკოლა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვათვიცნობიერებთ. ჩვენი ბიზნეს სკოლის პროგრამებიც კი უკვე მორგებულია იმაზე, რომ განვავითაროთ სამეწარმეო უნარები ახალგაზრდებში და სტუდენტებში და შესაბამისად სტარტაპ მარათონი ზუსტად აი ამას ემსახურება იმას, რომ ჩვენს ახალგაზრდებში საწყისვე ეტაპებში დავნერგოთ აი ეს მეწარმეული უნარები, ინოვაციებისადმი მიდრეკილება, ტექნოლოგიებისადმი მიდრეკილება და შესაბამისად დღეს უკვე მივიღეთ, ვფიქრობ ძალიან მაგარი შედეგი იმით, რომ უამრავი ახალგაზრდა დაინტერესებულია ამ მიმართულებით, ჩართულია, ძალიან აქტიურად არის ჩართული და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილი იდეები უმრავლესობა ასე ვთქვათ, ხორცს შეისხავს და რეალურ ბიზნეს პროექტებად ჩამოყალიბდება. სასკოლო სტარტაპ მარათონის ჟიური ალტა უნივერსიტეტისა და პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული, რომლებმაც საკუთარი რჩეულები გამოავლინეს და პრიზები გადასცეს. დღევანდელ კონკურსში წარმოდგენილი ახალგაზრდები ძალიან მაგრები არიან, იმიტომ რომ სწავლის პარალელურად ფიქრობენ სხვადასხვა ბიზნეს იდეებზე, სხვადასხვა გლობალური თუ ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე, ადამიანების ცხოვრების გამარტივებაზე და ეს ჩემი აზრით ძალიან დასაფასებელია, იმიტომ რომ დღეს ვხედავთ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ქვეყნის მომავალი, ახალგაზრდები, რომლებიც აზროვნებენ, ფიქრობენ და ვფიქრობ, რომ ეს პროექტი მათ ძალიან დიდ მოტივაციას მისცემს და ხელშეუწყობს ზოგადად მათ შემდგომ განვითარებას. მოხარულები ვართ Entrepreneurs საქართველოს გუნდი, რომ აქტიურად ვართ ჩართული ამ ღონისძიებაში. წელს კიდევ უფრო უკეთესი ნაკადი იყო ვიდრე წინა წელს და ძალიან გაგვიჭირდა ჟიურის წევრებს საუკეთესოების არჩევა, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად გამოადგებათ სკოლის მოსწავლეებს აქ მიღებული გამოცდილება, რაც თავარია. ალტა უნივერსიტეტის მიზანია ყოველწლიური სტარტაპ მარათონის საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება გახდეს, რომელიც ფართოდ მოიზიდავს დამწყებ ანტრეპრენერებს, ინვესტორებსა და გამოცდილ მეწარმეებს, რაც მას ინოვაციების განვითარების ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად აქცევს.